დამლოცეთ გერონდა, უფალმა დაგლოცოს. რა არის მამაო? ბერი ხარ თუ ტურისტი? ვცდილობ რომ ბერი ვიყო. მაპატიეთ, არ მიფიქრია რომ ფოტოს გადაღება შეგაწუხებდეთ. მამაო, მაპატიე, მაგრამ სულ ფოტოებს იღებ. ვერ ხვდები რომ შენი გონება გადართულია ამაზე? მამაო, რაზე უნდა გქონდეს მთელი ჩვენი ყურადღება? ქრისტეზე, მაგრამ მე არ არსებობს. მეს თუ წინ დავაყენებთ და მიზეზების ზებნას თუ დავიწყებთ, მათი სია დაუსრულებელი იქნება. ეშმაკი დღედაღამ დაგვცინის. კარგით, უბრალოდ მე სამახსოვრო ფოტო გადაგიღეთ. რომელ სამახსოვროზე მელაპარაკები? მე გეყოლები სამახსოვროდ? ფოტოების გადაღების ნაცვლად ლოცვა თქვი და ეს დაგეხმარება მუდმივად ქრისტე ყავდეს სამახსოვროდ გულში. ნუ დანაყლიანდი. არაფერი დამართნია შენ საპარადს. აი ახლა გექნება კარგი სამახსოვრო ფოტო. მაპატიე თუ გაწყენინე. არა, მადლობა მინდა გითხრათ. ამ საკითხზე ასე არასდროს დაუფიქრებულ ვარ. სწორს მეუბნებით. ეს საქმე საერო ცხოვრებაში მომწონდა და უკან უნდა დამეტოვებინა. აბსოლუტურად სწორს ამბობ. ძველი ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ ახალი დაიბადოს. ძველი ადამიანი. დიახ. რატომ მივდივართ ჩვენი ოჯახიდან და საერო ადამიანებისგან შორს? იმიტომ ხომ არა რომ ისინი გვეზიზღებიან? არა, გვიყვარს ხალხი. მივდივართ იმისთვის რომ ახლიდან დავიბადოთ, ჩვენს თავთან ვიბრძოლოთ, ჩვენს ცდუნებებთან, ჩვენს მნებებთან, ჩვენს მანკიერებებთან და უფლის წყალობით თუ გამოღვივა მაშინ ჩვენ ახალი ადამიანები ვიქნებით და შეგვეძლება ჩვენს თანამოძმეებსაც დავეხმაროთ. აბა სხვა რა გვესაქმება აქ? გავგიჟდით მთებში და მღვიმეებში რომ ვართ? ბევრი ვისაუბრე. მაპატიე. მოდი აქ დავსხდეთ ჩუმად.